თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას იწყებს. აღდგენითი სამუშაოების შენობების გამაგრებასა და მათი იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებს. ნაგებობების უმრავლესობა ავარიულია. წლების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პროექტს ადგილობრივებიც და არასამთავრობოებიც იწონებენ. ნუცა ტრაპაიძე გაგვაცნობს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის გეგმას. ამ ქუჩაზე თითქმის ყველა შენობას აქვს ანალოგიური პრობლემა, არის საოცრად დაზიანებული ავარიული შენობები, საძირკვლები მათ შორის არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, აი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი სადარბაზოს კედელი, რომელიც რომლის ქვეშ უბრალოდ გომაც კი საშიშია. უკვე წლებია გუდიაშვილის სკვერის მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები ავარიული ბინების რეაბილიტაციას ამაოდელიან. გვიყვებიან, რომ იყო მხოლოდ დაპირებები და პროექტები, რომლებიც ისტორიული შენობების დანგრევას და მათ ადგილას ახლების მშენებლობას გულისხმობდა. აი ამას დაგინგრევთ, აგიშენებთ ახალს, იგივე ბლოკით, იმით ეს კატეგორიულად არ გვაწყობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძეგლის სტატუსის შენარჩუნება და რეაბილიტაცია მოხდეს იმ ფორმით, რომ ჩვენთვის იყოს კმაყოფილი და ქალაქს შეუნარჩუნდეს ისტორიული იერსახე, ოღონდ არა ბუტოფორიული თავისი შინაარსით. სამოქალაქო სექტორის მიერ უარყოფილი პროექტები მათივე პროტესტის ფონზე ვერ განხორციელდა. არ დანგრეულა, თუმცა სახლები ამ დრომდე ავარიულ მდგომარეობაშია. ახლა 35 სახლზე დროებითი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეს იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე ქუჩების საკომუნიკაციო ქსელების შეცვლა და მიწისქვეშა წყლების ამოტუბვა უსაფრთხოდ მოხდეს. სერიოზული პრობლემა იყო, იმიტომ რომ წყლის მოცილება არის გასაკეთებელი და თითქმის ყველა სახლზე არის წყალი, ასე ვთქვათ, წყალი დგას და ჩვენ უნდა მოვახდინოთ ის, რომ ეს კომუნიკაციები გამოვცვალოთ და ეს პრობლემა მოხსნათ ამ უბანში. დაიწყება პროექტირება თვითონ, რომელსაც მოყვება უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სარესტავრაციო სახის ან ვთქვათ, კიდევ უფრო რთული, კონსერვაციის სახის. არასწორად ჩატარებული სამუშაოს გამო ორი ისტორიული შენობა განადგურდა. ისინი, ვინც გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარე შენობების გადარჩენაზე 8 წელი იბრძოდნენ, ახალ პროექტს იწონებენ. სირა ელისაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ყველა ეტაპზე სამუშაო ხარისხიანად შესრულდეს. პროცესს თავადვე დააკვირდება. ეხლა მაგრდება შენობათა საძირკვლები, რაც ნიშნავს იმას, რომ არ მოხდეს ისეთი მდგომარეობა, რომ აი ამ ერთი მხრივ კარგი პროექტის განხორციელების გამო, ვთქვათ, დაზიანდეს თვითონ შენობები და ის მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობს. ამდენად ეს არის ზუსტი და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც გვიან, მაგრამ მაინც მიიღო განვითარების ფონდმა. დეკემბრის ბოლოს გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა შენარჩუნების გეგმა, რომელიც იკომოს თბილისი ამზადებს, დასრულებული იქნება. ამ დოკუმენტის მიხედვით ავარიული უბნის სრული რეაბილიტაცია მოხდება.